ახალგაზრდა კაცმა ცოტნე ივანიშვილმა თუ გახსოვთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ის ეგრეთ წოდებული ოჯახის სიწმინდის დღეზე იმყოფებოდა, აღნიშნავდა სხვებთან ერთად ბჭყალებში ამ დღესასწაულს და სადაც ოჯახის სიწმინდეს რომ არიცავენ მეტწილად ის მამაკაცები იყვნენ, მეტწილად არ ვიცი, მაგრამ ისინიც იყვნენ, სწორედ რომ ოჯახის სიწმინდეს არიცავენ, ამ ახალგაზრდა კაცმა ჩაიღიმა ულვაშებსა თუ ღინღლში, მაშინ როდესაც ჟურნალისტები მიეჭრნენ და კითხეს, ბატონო ცოტნე, იცით თუ არა რომ თქვენ ოჯახს დაასანქცირებენ ბიძინას, თქვენს მშობელ მამას დაასანქცირებენო, კარგით რა. არსებობს ეს კადრები, კარგით რა, რაზე მელაპარაკები, ჯერ ერთი სხვა რამეზე ვარ მოსული აქო და მეორე რა სისულელეაო. რა ამბავი ატეხეთო. ერთია როგორ ქმედებენ ჟურნალისტები უმრავლეს შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ამგვარ მდგომარეობაში, როცა ქმედებენ, ეს მე არ მომწონს, მაგრამ ახლა ჩვენ ხო ჟურნალისტებზე არ ვსაუბრობთ. და სიმართლე გითხრათ, არც ცოტნე ივანიშვილზე ვსაუბრობთ. ცოტნე ივანიშვილმა შეუძლებელია იცოდეს, როგორ დაასანქცირებენ, როგორ და რატომ დაასანქცირებენ მის მშობელ მამას, ბიზინა ივანიშვილს და არა მხოლოდ, არამედ მასაც. ანუ ბიზინა ივანიშვილზე დაკისრებული სანქციები გადავრცელდება უკლებლივ ყველაზე, ვინც მის საახლობლოშია. უჩაზე მამაცაშვილი, ხო? ეკატერინა ივანიშვილზე, ანუ ეკატერინე ხვედელიძეზე, ქალბატონი ეკა, ცოტა ხნის წინ ეკატერინე ხვედელიძე იყო, ახლა ეკატერინა ივანიშვილია. ასაკის მიხედვით ამდენადაც ხვდები, ესე უნდა მოუყვე უტაზე ცხოვრებზე იაპონიაში, ბერაზე ცხოვრებზე, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, სად ცხოვრობს. მე მგონი შეერთებულ შტატებში შესაძლოა ვცდები. გვანცა ქვია ხო ქალიშვილს? გვანცაზე არ მინახავს სიმართლე გითხრათ, მე ტელევიზორში ერთი-ორჯერ გამოჩნდა, შესაძლოა არც და ცოტნეზე ამ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, აგე ახლა არ იყო, პატარა ბავში რო იყო, აი ასე მაგალითად ბერას ქორწილზე. იქაც მასაც ჩოხალხალუხი ეცვა თუ არ ვცდები. სხვებზე და სხვებზე. ბიზინა ივანიშვილი საერთოდ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გადაფსიხებული, ალბათ სწორი სიტყვაა, ფრიად გაავებულია, გაგიკვირდებათ და გუშინდელ დღეს აქეთ. ანუ მას შემდეგ, რაც მას ზედმიწევნით ზუსტად უთარგმნეს, რა თქვა მარკო რუბიომ. და მარკო რუბიომ რაც თქვა, ბიზინა ივანიშვილისთვის ეს არის თავად ხდება. ყოველ შემთხვევაში ეს არის კატასტროფა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ რეგიონში არადემოკრატიული და უფრო ზუსტი რომ იყო ანტიამერიკულ რეჟიმებს მოვუვლით. როგორღაც იქნება და როცა იქნება, მივხედავთ, შევიმუშავებთ პოლიტიკას, ეს რომ იცოდეთ. თქვა მარკო რუბიომ და ფრიად კმაყოფილი დატოვა კონგრესმენი ვილსონი და არა მხოლოდ კონგრესმენი ვილსონი, არამედ ქართული საზოგადოებაც, რომელიც ესე გამადიდებელი შუშით აკმირდება შეერთებულ შტატებს და გულის ფანცქალით ელის ყოველ შემდეგ გზავნილს ვაშინგტონიდან. და კი კმაყოფილია კონგრესმენ ვილსონისა მეორედ ვახსენებ, მაგრამ უნდა ქართულ საზოგადოებას, რომ ეგრეთ წოდებული ლეველი, ანუ დონე აიწიოს. და საერთოდაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთოს განცხადება, მეორე მხრივნით პრეზიდენტმა ტრამპმა არ გააკეთოს განცხადება, იმიტომ რომ პრეზიდენტი ტრამპი ყოველ 2 დღეში ერთხელ სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებს ხოლმე. და აქედან გამომდინარე სწორია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ასე მაგალითად თენგო აბლოთია, ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, რომელიც ამბობს, რომ ნეტავი ჩარჩეს რუბიოს დონემდე და რუბიო მაგე ნახეთ, თქვენ რომ გააკეთა განცხადება, უპასუხა უფრო ზუსტი რო ვიყო, მესამედ ხსენებულ კონგრესმენ ვილსონს, ოღონდ ბერამ კი არა. ბერამ. არა თუ ცოტნე, არამედ ბერამაც კი შეუძლებელია იცოდეს, ამის შედეგად როცა პოლიტიკა შეიმუშავებს და პოლიტიკის სიმკაცრის ხარისხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება, როგორ დაიწყებს შეერთებული შტატები მოღრჩობას ბიზინა ივანიშვილისა. მარტო ანგარიშების გაყინვაზეც არ არის საქმე, რომ ვიცოდეთ მაინც. შეერთებული შტატებიდან ამ ოლიგარქისათვის ანგარიშების გაყინვას გულისხმობ და მისი ოჯახის წევრებისათვის და ასე შემდეგ. შეიძლება პერსონალურად მას ჩაეკეტოს SWIFT-ი,
ანუ მან ვერ გადარიცხოს ის ხო ბიზნესმენია, მან ვერ გადარიცხოს A წერტილიდან B წერტილამდე გარკვეული თანხები, ოღონდ ეს თანხები 1, 2 და 7 და 17 ლარი კი არ არის, ეს არის მილიონი, 15 მილიონი ან 117 მილიონი ვუტრიებ ცხადია. ხო და გადაფსიხებულმა ბიზინა ივანიშვილმა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გუშინვე მოახერხა კი არა მოინდომა აბასთუმნიდან ხომ არ გამოდის და მოინდომა ვიდეო ზარი პირველი კობახიძესთან და მეორე ბოჭორიშვილთან და რამდენადაც მე ვიცი ამ ვიდეო ზარში იყო პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული პაპუაშვილიც, თუმცა შესაძლოა ვწდები. და იკითხა კი, მაგრამ რა ვერ დაალაგეთ შეერთებულ შტატებთან თქვენ, რომ ამგვარი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, არ გაეკეთებინა მარკო რუბიოს. და საერთოდაც რა იგულისხმებოდა ამათმა დაიწყეს მისი დამშვიდება, თქვეს ის, რასაც სამთავრობო პროპაგანდა ჩვენ გვაცნობს, რომ პოლიტიკა შემუშავებული არ აქვსო, მაგრამ ბიზინა ეჭვიანი კაცია და რომ შეიმუშავოს პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, მერე სადღა მივდივართო. ეს ან მაგვარი კითხა ბიზინა ივანიშვილმა უთუოდ კი არა ნამდვილად და ნამდვილებით გეუბნებით ხსენებულ მაკას და ხსენებულ ირაკლი კობახიძეს. ერთი წუთით გავარებოთ ამას თავი. გამახსენდა და იმიტომ. ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ხნის წინ დაწერა წერილი. მის წერა ეს წერილი თვით დონალდ ტრამპს. 2 დღის წინ კი სწუხდა ბატონი კობახიძე იმასთან დაკავშირებით. პასუხი არ გაუცია ჩემთვის დონალდ ტრამპსო და უპასუხობაც პასუხიაო, მაგრამ ის რომ შეერთებულ შტატებში ამ შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის ამგვარი წერილი გაიგზავნა, ეს თავისთავად პრობლემურია. და უპასუხობა დიახაც რომ პასუხია, იმიტომ რომ შეერთებული შტატებმა, კონკრეტულად პრეზიდენტმა და ადმინისტრაციამ, მოდი ასე ვთქვათ, დაიგნორა ამ პატარა საქართველოს de facto, არა de jure, de facto მართველი ირაკლი კობახიძე. ეს კამერა ცოტა ჩავუწიოთ ასე. ვინ დაწერა ეს წერილი? ეხლა მე გაგიმხელთ ერთ ამბავს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დაწერა ბიზინა ივანიშვილმა, მაგრამ წინარე ისტორიას შევეხებ. 2012 წლიდან 25 წლამდე ბიზინა ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა დაეწერა ამგვარი წერილები იმ პრეზიდენტებისათვის, რომლებიც ამ 13 წლის განმავლობაში იყვნენ შეერთებული შტატების სათავეში. თუნდაც გავიხსენოთ. 2012 წელს ჯერაც იყო ბარაკ ობამა. ის 2009 წლის იანვარში შევიდა ოვალურ კაბინეტში. 12-შიც ის იყო ოვალურ კაბინეტში. უკვე შემდგომ 2016 წლის ნოემბერში გაიმარჯვა ტრამპმა. 2017 წლის იანვარში შევიდა ოვალურ კაბინეტში და 2020 წლის იანვრის 20-მდე იყო ოვალურ კაბინეტში და მე დაუთმო, იცით თქვენ როგორი სკანდალიც იყო, ბარაკ ობამას და საოცარი კამბექი გააკეთა 24 წლის ნოემბერში და 25 წლის იანვარში შევიდა დაბრუნდა ოვალურ კაბინეტში. სამივე პრეზიდენტისათვის, ანუ ობამა, ბაიდენი და ტრამპი ორჯერ. სამივე პრეზიდენტისათვის წერილის მიწერის მცდელობა ბიზინა ივანიშვილს ჰქონდა. და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოღონდ თავად რა წერდა ხელს. უკლებლივ ყველას, ვინც იმხანთ არა, ბევრს, ვინც იმხანათ იყო პრემიერი სხვადასხვა პერიოდში, კვირიკაშვილს, გახარიას, ბახტაძეს, ღარიბაშვილს, სხვა არავინ არ გაგვეხსენდება, იმიტომ რომ არავინ არც იყო, ხო? არც არავინ იყო. სთხოვდა, რომ მე დავწერ წერილს და თქვენ კი მოვაწერეთ ხელიო და დაიწყებდა. ოღონდ ეს წერილები, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის წერილები იყო გაცილებით მსხვილი, კი არა, დიდი სქელტანიანები, ვიდრე ეს კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბიზინა ივანიშვილის წერილი. უკლებლივ ყველა წერილში ბიზინა ივანიშვილი ამტკიცებდა, წერილის ავტორი ფორმალურად პრემიერი ამტკიცებდა, რომ აი ესეთია ბიზინა, აი ეს გააკეთა საქართველოს doing business-ში იყო, თუ არის ამადა ადგილზე რეიტინგების მიხედვით წინსვლა, სისხლიანი 9 წელი, არა სისხლიანი 8 წელი, სიგიჟეები. ყველამ, უკლებლივ ყველამ, ირაკლი ღარიბაშვილს როგორ შეაქებს კაცი, ვის დროსაც იყო მცდელობა ამგვარი წერილის გაგზავნისა, გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი გახარიამ ბახტაძის დროს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მართლა არ ვიცი, უკლებლივ ყველამ შეაჩერა ბიზინა ივანიშვილი. და უთხრეს რომ ბატონო ბიზინა, გვესმის, თქვენი არგუმენტები არის მჭრელი,
არის საფუძვლიანი, კარგი, ნოყიერი, სუყე არგუმენტები გაქვთ, მაგრამ წერილის გაგზავნა მაინც საბოლოო ჯამში კონტრპროდუქტულია მათ შორის, იმიტომ რომ არც არავინ წაიგითხავს, არც ობამა ერთი პრემიერის დროს და არც ტრამპი მეორე პრემიერის დროს და არც ბაიდენი მესამე პრემიერის, ასე მაგალითად ღარიბაშვილის დროს. და ბიზინა ჩერდებოდა ფრიად გაბრაზებული იმაზე, რომ ამათ ამ პატარა ღლაპებს მისეული გაგებით არ ქონდათ აღქმა აუცილებლობისა წერილის გაგზავნის თაობაზე. ირაკლი კობახიძეა რომ იქნებოდა რომ წინააღმდეგობა გაეწია ბიზინა ივანიშვილისთვის. ბიზინა მხოლოდ შეგნებულად შეარჩია ირაკლი კობახიძე მათ შორის, იმიტომ რომ წინააღმდეგობა იოტისოდენიც კი არ შეხვედროდა ფორმალური დე იურე თუ დე ფაქტო პრემიერისაგან და ახლაც გრაფომანობით დაკავდა და გააშანშალაო, ასე რომ ამბობენ, გააშანშალა ეს წერილი. ირაკლი კობახიძესთან ერთად გაიარეს, გაბოიარეს, რედაქტირება გააკეთეს, გახვეწესო, ასე რომ ამბობენ და გაუგზავნეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც კარგადაც არ მესმის სიმართლე გითხრათ, დიპლომატიური პოსტით გაუგზავნეს, თუ ეს წერილი რო გამოქვეყნდა, საჯარო რო გახდა, ამას ეძახიან პრეზიდენტ ტრამპისათვის მიწერას. მე ვერ გეტყვით. კობახიძემ ალბათ უნდა გაგვცეს პასუხი და ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ოდესმე მაინც უნდა გავიგოთ, ეს წერილი მართლა გაიგზავნა ვაშინგტონში. და პოტომაგდალეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა მართლა დააიგნორა, თუ მედიაში რომ გამოჟონათო, ქართული ოცნების გვერდზე რომ სოციალური გვერდზე რომ გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში გვერდზე რომ გამოქვეყნდა წერილი, ეს ითვლება გამოქვეყნებულად, გაგზავნილად. ეს მე არ ვიცი. ხო და გუშინ აღშფოთებულმა ამას ვამბობდი, ბიზინა ივანიშვილმა, რომელიც ასე მაგალითად მაკა ბოჭორიშვილზე ამბობს იმას, რომ ეს ხო ის ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და აქედან გამომდინარე წერს ამ წერილებს. აი ეს ორი პირი დაიბარა ონლაინ ჩართვაზე, თვითონ იყო თავად ბრძანდებოდა აბას თუმანში, იქ მაღალი ალბათობით მიეხმარდნენ ამას დააჭირე ენტერი, escape არა, ენტერი, აი რაღაცა, აი თქვენ ვიდეო კოლი, აი თქვენ კარგი კომპიუტერი, კომპიუტერზე გამახსენდა, ეხლა კი მაკი ექნება, მაგრამ 2011 წელს ძალიან მეცინებოდა ამ კადრზე. ერთი კადრია, ძალიან ცნობილი მედიაში ხშირად ტრიალებს, ბიზინა გამოდის, მას იღებენ. რაღაც კამერებია მიშვერილი და ლეპტოპს ხსნის. ნუ ხა ეს ეგრეთ წოდებული პასტანოვაჩი დადგმული კადრია. უთხრეს რომ გაიარეს, რომ კადრები გვჭირდება ოპერატორმა, ჟურნალისტმა და ოპერატორმა უთხრეს და ბიზინა ხსნის, ესე გადის, მოდის და ხსნის ლეპტოპს. ოღონდ ლეპტოპი არის მე მქონდა ეგეთი ლეპტოპი აქ არ არის, სადმე ტოშიბა. ტოშიბა არის ამხელა კი არა, ან ამხელა კი არა. ამხელა კი არა, ტოშიბა არის ამხელა. ესე წავიწევი. აი ამხელა, ანუ ესე რომ გადაშლი ეს მისი ფერდი არის ამხელა. ჯერ ტოშიბას ადმიპატიმისცემის გათვალისწინებით უდასტურებ, მაგრამ ამითაც ჩანდა, რომ ბიზინა არ ანიშვიათად ხმარობდა. მოიხმარდა ხოლმე კომპიუტერებს. ხო და აი ახლა ალბათ მაკი, ბიზინას გაუხსდეს მაკი, ჩაურთეს არ ვიცი ზუმი, სკაიპი თუ ნაკლასნიკი და ბიზინა ივანიშვილმა გამართა ეს საუბარი და აი აქ იწყება მთავარი. როგორ გონიათ რა უთხრა ჩემი ინფორმაციით ბიზინა ივანიშვილმა ცალკე ირაკლი კობახიძეს და ცალკე მაკა ბოჭორიშვილს და უფრო ზუსტი რომ იყო ორივეს დაბნეულებს ცხადია. გაუთხრა. გაანალიზა მარკო რუბიოს წერილი, კი არა სიტყვა, მარკო კობახიძემ უთხრა რომ ესე იგი გადაწყვეტილი არ არის ბატონო ბიზინა და შემოყალიბდება შეერთებული შტატები, მაგრამ გადაწყვეტილი რომ არ არის ეს ძალიან კარგია. მოკლედ ერთმანეთი აბოლეს თუ კობახიძე აბოლო კობახისა, ივანიშვილი თუ მაკა ბოჭორიშვილი ორივე თუ კობახიძემ ბოჭორ ამ მნიშვნელობა აქ ერთმანეთი. ბიზინა არ არის ხა იოლად ხელწამოსაკრავი კაცი არ არის კაცო. ამ ხელა ფულის პატრონია და საკმაოდ ეს სმარტი ტიპია და ყველას ჩაეკითხება ხოლმე. და გაჭედა ეს თქვენი კობახიძე და უთხრა ისიც რომ აიო თქვენ რომ ვერ იმუშავეთო და ლობისტური კომპანიები რომ აღქირაებული ყავდაო თუ ყავსო იმათმა ვერ იმუშავესო და აგერ რუბიომდეც კი მივიდაო და რა ვერ შეხვდით ამ ვილსონსო. აქ არის ერთი დეტალი. ლევან დავითაშვილს მართლაც ჰქონდა მცდელობა შეერთებულ შტატებში მყოფს
შეხვედროდა სწორედ ვილსონს და ესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ანაკლიაზე. მე ახლა იმ ცდელობას არ ჩავუღრმავდები, ლევან დავითაშვილს უნდა ეთქვა ვილსონისთვის, რომ ჩვენ არ მივცემთ ჯანდაბას ჩვენ თავი ამ ანაკლიის სპორტს თურქებს კი არა ჩინელებს, ოღონდაც კი შეგვეშვით. კობახიძემ ამ საუბარში უპასუხა, ამდენად ჩემთვის ცნობილია, ივანიშვილს, რომ აგეო ლევანიო ელაპარაკებოდა, ცდილობა ჰქონდა ვილსონთან, მაგრამ ვერ შეხვდა, ვილსონმა არ მიიღო ლევან დავითაშვილი. და ბიზინამ აი აქ არის საკვანძო სიტყვების სათქმელი, ბიზინამ თქვა, რომ რაღაცა ასეა, მე უნდა დავწერო კიდევ ერთი წერილი-ო. მე უნდა დავწერო და აქ უკვე კამათი კი არა მსჯელობა გაიმართა საკითხზე, ბიზინა რომ დაწერს წერილს, ამ წერილს უშუალოდ ბიზინა აწერს ხელს, თუ ისევ კობახიძეს აწერინებს და ისევ სქელტანიანი იქნება, რასაკვირველია, ვინიც ის, ვინძლო, კიდევ უფრო სქელი კალიგრაფია როგორია, არ ვიცი, ან კომპიუტერზე, ან ტოშიბასა თუ მაგზე აკრებს თითუკებით, ვერ გეტყვით. რა პასაჟები იქნება, სქელი იქნება, მსხვილი წერილი იქნება, დიდი წერილი იქნება, უხეშად 40 გვერდია, 41 გვერდიანი და კობახიძემ უნდა მოვაწეროს ხელი თუ ბიზინამ ღმერთმა უწყის. ამაზე მსჯელობენ ჯერაც. კობახიძე ცხადია წინააღმდეგობას არ უწევს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგობის უნარი არა აქვს თვით დამფუძნებელი მამისათვის წინააღმდეგობის გაწევისა, არამედ იმიტომაც, რომ ესე ჩასაფრებულია და იქნება და უნდა კიდეს რომ ბიზინამ მეტი და მეტი შეცდომა დაუშვას. აი, საინტერესო მოსახვევია, ხო? დაფიქრებულ ხართ ამაზე, რომ ბიზინას წინააღმდეგ ხანდახან მაინც როგორც ღარიბაშვილი, ისე ირაკლი კობახიძე ხანდახან რაღაც წაიბრძოლებენ ხოლმე. მისი ვით უფრო მაშინ როცა ბიზნესთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება და მათ უნარი არ აქვს და ძალა არ შესწევთ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილი აპირებს, რომ დაწეროს კიდევ ერთი წერილი ტრამპის სახელზე და ალბათობა იმის, რომ თავად მოვაწერს ხელს, არის მაღალი. იმიტომ არის მაღალი, რომ ბიზინა ივანიშვილმა თავადაც ნახა, რომ კობახიძის მიერ მიწერილი წერილი დონალდ ტრამპისათვის ამ უკანასკნელმა დააიგნორა კი, ბაქიბუქობენ და ამბობენ, რომ უპასუხობაც პასუხიაო, მაგრამ უპასუხობა თუ პასუხი არის მაინც და მაინც ნეგატიური პასუხია, გაიგნორებ, ზაღლადაც არ გაგდებ, არ მაინტერესებს რას იწერები და რასაც იწერები, რაც არ უნდა იყოს, სურო პლატონის ენით მელაპარაკო, უკვე სიგიჟია, თავხედები რა ასე. და ოლიგარქმა, რომელსაც გონია, რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს, რომელსაც გონია, რომ მისი 5, 6, 7, 10 მილიარდი რამდენიც აქვს, თეთრი, მწვანე, ლურჯი, ყვითელი, შავი, ფული, ეს არის, რაც არის, განაცხადება მიიღო, რომ ბაბამ და მაღალი ალბათობით თვითონ მოაწერს ხელს. ახლა ისევ ცოტნეს დაუბრუნდები. არ მინდა ესე მივმართოს ცოტნე შვილო, მეთქი რაზე ვლაპარაკობთ, არა. ცოტნე ბიზინას ძევ, ბიზინას შვილო. არც შეიძლება იცოდეს შენ და ახლა ესე მას რომ არ მიმართო, ზოგადად ვილაპარაკებ, არც შეიძლება იცოდეს ცოტა ბრეკია ულვაშებსა თუ ღინხლში რომ იღიმოდა იმ ცოტნემ რა მძიმე დღეები. ელით ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილები გაკოტრდებიან, ივანიშვილები და მამაცაშვილები გაკოტრდებიან, მაგრამ მამაცაშვილს თავი დავანებოთ, ივანიშვილები გაკოტრდებიან თავისი 200 მილიონი, 300, 500, 700, 1000 მილიონი, ანუ 1 მილიარდი. მას რასაკვირველია ექნება, ქეშით მეთქი ახლა ესე ვიტყოდი, მაგრამ ქეშით არა, კაპიტალიზაცია მისი იქნება ამდენი და ამდენი, მაგრამ ადამიანები, მათ შორის მეც, აი, ჩემზე გეტყვით, ადამიანები, რომლებიც შეჩვეულნი არიან ოპერირებას გარკვეულ თანხებში, მაგალითად, მე პირობითად ვიტყვია, თუ გნებავთ ამძრახეთ, მე შეჩვეული ვარ ყოველთვიურად. ჩვენ ვართ, რაღაც შეჩვეული ვართ ოპერირებას პირობითად, კი არა, მეტნაკლებად ზუსტად 3-დან 4000 ლარამდე. ოჯახი ჩემი. ვიღაცა მეტყვის რამდენ ხელა შემოსავალია გაქვს და ვიღაცა მეტყვის რომ ოხრა ცოტა შემოსავალი გაქვს, ხო? მოკლედ რა თანხაშიც ვართ, იმ თანხაში ვართ. ოჯახს გულიცნობ ჩემსას, მაგრამ როგორც კი მცირდება ეს შემოსავალი, მე იზოლებული ვარ, რომ ბოდიში, ეს მეორე ტელეფონია, წავიდე და დავალომბარდო. არა, არ დამილომბარდებია, მაგრამ ასესხი ავიღო, ვალი ავიღო, ბანკს მივმართო, საკრედიტო ორგანიზაციას მივმართო,
იშვიათად ვიარო ავტომობილით, არ გადავადგილდე ავტომობილით, რომელიც მყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიზნესს შეჩვეულია ოპერირებას თავის ფულში, უხეშად ლაპარაკობ იმ 6-7, 5, რა ვიცი, 10 მილიარდში და თუ ოდენმე 1 მილიარდი დარჩება, მისთვის გაცილებით მეტი სანერვიულო იქნება, ვიდრე ჩემი შემოსავლების კლება დღიდან დღემდე თუ თვიდან თვემდე. და ცოტნემ კი ეს არის ის არა ცოტნეს პრობლემები არ შეექმნება მეგობრებო მე გეტყვით რომ ცოტნეს ექნება თავისი გადასაადგილებელი თანხები, სახსრები და ასე შემდეგ ბიზნესაც ექნება, მაგრამ მარწუხი დასავლეთიდან ძიმეა. და ხვედრი ბიზნესა ივანიშვილისა კიდე უფრო ძიმე. და ხვამდის საინტერესო YouTube კი არა ის გადამიგზავნა ვიდეო ანონსი ახლა სოსომ არაჩვეულებრივმა შემოქმედმა ადამიანმა რომელმაც დაამზადა ვიდეო ანონსი იმ გადაცემისა რომელიც ზეგ იქნება ფორმულას ეთერში ანუ კონტექსტისა და ნახავ და დაგემშვიდობებით კი რა ჯერ დაგემშვიდობებით და მე ნახავ ნახვამდის